მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2023 წელი ამოცანა ნომერი 27. სინათლის სხივი გადადის პირველი გარემოდან მეორეში, როგორც ნახატზე გვაქვს მოცემული, ნენელას რდიან სხივის დაცემის კუთხესო. განსაზღვრეთ იმ მინიმალური დაცემის კუთხის სინუსი, როდესაც სხივი ვეღარ მოხვდება მეორე გარემოში. ხო, კარგი, ჯერ მოდით პირველ რიგში დავწეროთ ჩვენ სნელის კანონი, რომელიც შემდეგში მდგომარეობს. n1 სინუს ალფა, ტოლი არის n2 სინუს ბეტასი. სადაც n1 და n2 შესაბამისად პირველი და მეორე გარემოს გარდატეხის მაჩვენებლებია, ხოლო ალფა და ბეტა პირველი გარემოს დაცემისა და გარდატეხის კუთხეები. ახლა აქედან ჩვენ რა გამოგდის? აქედან ჩვენ გამოგდის, რომ სინუს ალფა შეფარდებული სინუს ბეტასთან. ტოლი არის n2 შეფარდებული n1-თან, ხო? კი ბატონო, ეხლა აქედან ჩვენ რა გამოგდის? დაცემის კუთხეა, ამ შემთხვევაში 30 გრადუსია, ესე იგი ეს ტოლი არის სინუს ალფა 30 გრადუსი არის, ანუ გვექნება 1/2 შეფარდებული გარდატეხის კუთხე 45 არის, სინუსი ბეტა ესე იგი 45-ია, სინუსი 45 არის ფესვი 2-2-თან, ხო? ეს ორები შეგვიკვეცება და ეს ტოლი გამოგდის 1 შეფარდებული ფესვი 2-თან. ირაციონალობასაც თუ მოხსნათ მნიშვნელში მრიცხვარსაც და მნიშვნელსაც თუ ფესვი 2-ზე გამომრავლოთ, დაგვრჩება ფესვი 2 შეფარდებული 2-თან. აჰა. ესე იგი, სინუს ბაცრავად n2-ის შეფარდება, ესე იგი n1-თან. გავარკვიეთ, ხო, რომ არის ფესვი 2 შეფარდებული 2-თან. მაგრამ ახლა ჩვენ კუთხე უნდა გავზარდოთ. ეს 30 კუთხეს ვთქვით, ნუ დაუშვათ გავზარდეთ რაღაც კუთხე. ასე გავზარდეთ, ასე გავზარდეთ. ეს კუთხე გავზარდეთ, გაიზარდა კუთხე დაცემის და რა შემთხვევაში ზღვრული კუთხე რა შემთხვევაში იქნება, როცა უკვე ეს სხივი ვეღარ ახერხებს მეორე გარემოში გადასვლას, ეს ზღვრული კუთხე არის უკვე ის ზღვრული შემთხვევა, როდესაც გარდატეხილი კუთხე უკვე გაუყვება აი ამ გარემოს გამყოფ ზედაპირს, ასე გაუყვება. ამ შემთხვევაში როცა გაუყვება უკვე ეს კუთხე არის 90 გრადუსი. შესაბამისად, უკვე გაზრდილის შემთხვევაში დავუშვათ უკვე განვიხილავთ დაცემის კუთხე ალფა x იყოს, ხოლო გარდატეხილი კუთხე ბეტა x, როგორც გავარკვიეთ, იმისთვის რომ გაუყვეს ამ გამყოფ ზედაპირს 90 გრადუსი უნდა იყოს, ხო? 90 გრადუსი. და ჩავწეროთ იგივე სნელის კანონი უკვე ამისთვის. აი ეს ჩავწეროთ უკვე ამისთვის. ესე იგი სინუს ალფა x შეფარდებული სინუს ბეტა x-თან, ესე იგი სინუს 90-თან. ეს ტოლი იქნება n2 n1-თან, ხო? ახლა გარემოს გარდატეხის მაჩვენებლები არ იცვლება, ხო? კუთხის n2 შეფარდებული n1-თან იქნება. ეს კი ტოლია, როგორც ნახეთ, ფესვი 2-2-თან. ანუ ეს ტოლი ყოფილა ფესვი 2 შეფარდებული 2-თან. საიდანაც რა გამოგდის? აქედან ჩვენ გამოგდის, რომ სინუს ალფა x შეფარდებული სინუს 90 გრადუსთან. ესე იგი სინუს ალფა x შეფარდებული სინუს 90-თან. სინუს 90 1-ია. ამიტომ ეს პირდაპირ ტოლი გამოგდის ფესვი 2 შეფარდებული 2-თან. და სწორედ აი ამ სინუს გვეკითხებიან ახლა ჩვენ. შესაბამისად, პასუხი იქნება G.